მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ხუჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, კოუჩი და როგორ გესმით ჩემით, შევ კომენტარებში მომწერეთ. თუ ისმის ჩემი მთელი სისავსით, ასე ვთქვი. გამარჯობათ. გამაგებინეთ რა გესმით თუ არა. კარგად ისმის, გადასარე. ნანა ისევ შენ თუ გადაგორჩი. დღეს მინდა ვისაუბროთ ივლიანობის ფსიქოლოგიაზე. ზოგადად რა განაპირობებს ადამიანის იღბალს. ანუ სიტუაციას, ასე ვთქვათ, უნარს აღმოჩნდეს საჯირო დროს, საჯირო ადგილას, საჯირო ადამიანებთან და ასე შემდეგ. სიტყვა საჯირო არ მომწონს, იმიტომ რომ ფესვი ჭირია და სალხინო მომწონს, მაგრამ სალხინო ჩვენში რაღაც იმასთან ასოცირდება, მედიკამენტებთან. მოკლედ. ჯერ მოდი ვთქვათ რა არის ივლიანობა. ივლიანობა ეს არის უნარი მინიმალური ძალისხმევებით, ნაბიჯების მინიმალური რაოდენობით მიიღო მაქსიმალური შედეგიანობა, ხო? ალბათ გქონიათ ცხოვრებაში ესეთი რაღაც, როგორც ივლიანობა. სიტუაციები, როდესაც გიმართლებს, პატარა რაღაცებში გიმართლებს, ან დიდ რაღაცებში გიმართლებს, ხო? ივლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენ ცხოვრებაში. Rauden გასაგვიათ უცალმა შეერთდეს ეს ბოლო ფრაზა, როგორც ეს ადამიანები ამბობენ, უნდა იყო შრომის მოყარე, უნდა ისწავლო ბევრი, გაიგო ბევრი, მოკლედ twენი უნდა დაასხა ყველაფერს. ხო და ივლიანობა განიხილება როგორც ან მისტიური მოვლენა, ან ასე ვთქვათ, შემთხვევითობა, ესეთი წმინდა ძროხის სტატუსი აქვს ივლიანობასთან. ხო გახსოვთ ის ფრაზა, რომ ბოლომდე კაი ანტრიკოტები გამოდის წმინდა ძროხების ნეგნებიდან და დღეს ზუსტად ამ ფენომენის დემისტიფიკაციით იქნებით დაკავებული. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ხედავ ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში მარტივი, მეცნიერულად გასაგები, ამოხსნადი რაღაცეების მისტიფიკაციის ცდილობებს, რაღაც თავი ასეთი ხმა გააკეთო დროს, რაღაცა ხო და ძალიან ბანალურ ჭეშმარიტებებს ხალხი ღაღადებს, როგორც რაღაცა იმაში ვატიკანის არქივებში ამოკითხულს აიდუმლოებებს. ჯერ ასოცირდება მე გულის ამბრები, რა ძალიან ბევრი რო ხდება ხოლმე. დღეს მოდი ჩვენ ასე ვთქვათ ამ ფენომენის პრეპარაცია მოვახდინოთ იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ გავზარდოთ ივლიანობა ჩვენს ცხოვრებაში. ხო? ივლიანობის ფენომენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, კრიზისული სიტუაციების დროს. ასე ვთქვათ, კრიზისულ პერიოდებში, საზოგადოებების, ქვეყნების, რეგიონების, ზოგადად კაცობრიობის ხოლმე, რომ ხანდახან ივლიანობა განაპირობებს გადარჩენას, ხო? რაღაცა არ ვიცი, ქონიათ თუ არა შემთხვევები, როდესაც უცებ მოაჩინეთ, რომ რაღაც ადგილას რო ყოფილიყავით, რაღაც სული დაგემართებოდათ. მოვლენებმა თუ განგებამ გამოგიყვანათ იქიდან, სხვა გზით წაგიყვანათ, ხო? ამიტომ ივლიანობა განაპირობებს ჩვენი ცხოვრების სიმსუბუქეს და სილაღეს, როდესაც ნაბიჯების მინიმალური რაოდენობით ვახცევთ მაქსიმალურ შედეგიანობას. შესაბამისად, რა განაპირობებს ივლიანობას? ივლიანობას განაპირობებს ჩვენი რწმენა წარმოდგენათა სისტემა. იმიტომ რომ ის თუ როგორ ვაზროვნებთ ქვეცნობიერ დონეზე, ახდენს ჩვენი ენერგეტიკის მართვას, სტრუქტურირებას, მოდულირებას და შესაბამისად ჩვენი აზროვნება გვიქმნის ენერგეტიკულ მდგომარეობას, რომელშიც ივლიანობა იზრდება. და შეიძლება ვიყოთ 4-დან 1 პოზიციაში. მაგალითად, როდესაც შენი აზროვნება
არის ეკოლოგიური, პოზიტიური, ქვეცნობიერი აზროვნება, იმიტომ რომ ცნობიერად ხა არ ვიცნობ ადამიანს დილიდან რომელიც გიება ეს ფულსო და პასტას იღებს და აბა დღეს რა საშინელებები დავმართოთ საკუთარ თავს. მოდი ჩამოვწეროთ ერთ 5 პუნქტი, ხო? შეკანებული თუ არ არის და ყველა გრამიტი თუ კომპლექტაცია თუ სრული ესე თქვა საფურავზე, არ მგონია რომ ამით ვინმე იყოს და თუ აკეთებთ ესეთ რაღაცებს, მოგზავნით პირად კონსულტაციებზე გიშვებით. ხო და როგორც წესი, ეს ნეგატიური აზროვნება ბუდობს ჩვენს ქვეცნობიერში. ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენი ქვეცნობიერი ნეგატიურად აზროვნებს და შენაკენ რაღაცებს ცდილობ, მიზნებს სახავ, გეგმებს ადგენ. შენი ქვეცნობიერი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტებში მარტივად რო ვთქვა, გიჩარიჩებს. საბოლოო ჯამში ასაფერი გამოდის. ან გამოდის არასათანადო ფორმით, ხო არა ისე როგორც თქვა ჩავშრები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში როგორც თქვი, შეიძლება გქონდეს 4-დან ერთ-ერთი მდგომარეობა. პირველი, ვაზროვნებ პოზიტიურად, რაც განაპირობებს ჩემი ენერგეტიკის მაღალ ვიბრაციულობას და ამ დროს მაქვს დიდი რაოდენობით ენერგია. ვარ ენერგოტევად მდგომარეობაში. აი, ასეთ მდგომარეობაში, ხო, როდესაც მაღალ ვიბრაციებზე და ბევრი ენერგია მაქვს, შესაბამისად მიმართლებს ძალიან მარტივად გავუმდის რაღაცეები. ნიუტონის მექანიკას გავს ეს ამბავი, უფრო დიდი სხეულები, შესაბამისად სხეულები, რომელსაც აქვს უფრო დიდი მასა, იზიდავენ უფრო მსუბუქ სხეულებს. აი, მზე პირობითად უფრო მძიმეა ვიდრე დედამიწა და ამიტომ დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო და ზოგ დედამიწას ერთ თხელი გონია, ნუ. თუ ასე ფიქრობ, თქვენს მომზადებით, თქვენს გიშველთ. ხო და შესაბამისად თუ გაქვს ცოტა ენერგია, მაგრამ მაღალ ვიბრაციულია, ხო? შესაძლოა ცუდი არაფერი ხდება, მაგრამ კარგიც არ ხდება დიდი სისწრაფით, ხო? აი, რასაც გააკეთებ, რა შრომასაც ჩადებ, პირობითად იმდენს მიიღებ. ისეთი არ იქნება, რა, ერთი გააკეთე და 3 მიიღებ. თუ გაქვს ცოტა ენერგია და არის დაბალ ვიბრაციული, ამ შემთხვევაში მიდის ცხოვრების დაჭაობება ესეთი, ნელ-ნელა დამყარება. იმიტომ რომ ენერგიის რაოდენობა განაპირობებს სიჩქარეებს, ხო? როდესაც ენერგია ცოტაა, სიჩქარეც დაბალი. და როდესაც გაქვს ბევრი ენერგია და დაბალ ვიბრაციულია, პირობითად ბევრი ნეგატიური ენერგია, მაშინ დიდი სისწრაფით ვითარდება შენ ცხოვრებაში საშინელებები, კრიზისები, ხო? თან იმ რაოდენობით რომ ვერ ასწრებ ამათ მოგვარებას. ხო და ჩვენი აზროვნება, ჩვენი რწმენა წარმოდგენები განაპირობებს იმას, თუ ჩვენი აზროვნება დაბალ ვიბრაციული იქნება თუ მაღალ ვიბრაციული იქნება. აზროვნების დამუშავების გარეშე ენერგოპრაქტიკები არის საშიში. ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე ხალხს, მაგრამ ერთ პულში შედის, მეორეში გადის. როდესაც გაქვს დაბალ ვიბრაციული ნეგატიური აზროვნება და ამ დროს ენერგიით იტუმბები, ხო? გაქვს დიდი რაოდენობით ნეგატიური ენერგია. მე რა რომ იმ მომენტში გონია რომ თავს ემოციურად კარგად ვეძრა. აი, მე რეიწება ცხოვრებაში გამიშთამიჟირები და ამ დროს ამაზე ვისმენ ხოლმე რომ რაღაცა სამყარო მცდის. ადამიანებს ვისაც გონიათ რომ სამყარო გცდით, კოსმოსის სურათს შეხედეთ, პირველი მოქმედება, მეორე მოქმედება, გაიაზრეთ, რახან გცდით, ესე იგი სუბიექტია, ხო, ესე იგი არის სულიერი ვიბრაცია, ღმერთი მაგრამ. ხო და კოსმოსის სურათს რო შეხედოთ, სერიოზულად ფიქრობთ, რომ იმას, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, ამას ყველაფერს მართავს, სერიოზულად დაინტერესებს თქვენი გლდანში ოთარნახევრიანის ბედი? ხო და აზროვნების დამუშავების გარეშე ენერგოპრაქტიკები შეიძლება იყოს საშიში. ამიტომ ჯერ ვამუშავებთ აზროვნებას, მოკლავს პოზიტიურ მდგომარეობაში ჩვენი ქვეცნობიერი აზროვნება. მერე ენერგოპრაქტიკები იქნება 10-ჯერ უფრო სასარგებლო. შესაბამისად, რას ნიშნავს აზროვნების დამუშავება, ხო? იმიტომ რომ ზუსტად აზროვნების დამუშავება განაპირობებს ჩვენს სიღრმიანობას. რწმენა წარმოდგენების დამუშავება 4 ასპექტის მიმართ. ჩემი ქვეცნობიერი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ჩემი ქვეცნობიერი წარმოდგენები ადამიანებზე ზოგადად გარშემო, ჩემი ქვეცნობიერი წარმოდგენები სამყაროზე და იმ ძალებზე, რომელიც ადამიანებს აღემატება, ასე ვთქვათ, და აი ამ სამყაროს რაღაცნაირად აორგანიზებენ. აქ არ არის საუბარი რაღაცა ის პარლებში რო შედან ტიპები რაღაცა რკინის გბილები და დიდი ჩხილები და გეგმებს ადგენენ, როგორც წაგვართვენ ქართველობა. აქ საუბარია ეს რაღაცაზე, როგორც არის ეგრეგორები, მაგალითად.
თუ იცით რაზეა საუბარი, თუ არა და უბრალოდ სამყარო, მოდი ეს შევიდეთ. და მეოთხე ფაქტორი ეს არის, ასე ვთქვათ, სუპერ ფაქტორი, ანუ სამყაროს გონი, ღმერთი, ტრანსცენდენტული, როგორც გაგიხარდება. შესაბამისად, ჩვენი ქვეცნობიერი აზროვნება აი ამ 4 ასპექტის მიმართ ზუსტად განაპირობებს იმას, თუ რამდენად ვიქნებით იღბლიანები, ხო? მოდი ანალიზის სიმარტივისთვის ავიღოთ მხოლოდ 2 ფაქტორი. წმენდაწარმოდგენების საკუთარი თავის შესახებ და წმენდაწარმოდგენების სხვა ადამიანების შესახებ. ურეთ, თუ ქვეცნობიერ დონეზე ვიცი, რომ ვარ ადამიანი მთელი ჩემი პლუსებით, მინუსებით, მაგრამ ვიმსახურებ პრინციპში ამ ცხოვრებაში ნორმალურ, კარგ დამოკიდებულებას და ყოველივე კარგს, ზოგადად. და სხვა ადამიანებზეც ანალოგიურს ვფიქრობ, სხვა ადამიანების მათ აქვს თავისი პლუსები, მინუსები, მაგრამ ზოგადად ეს ხალხიც იმსახურებს ნორმალურ დამოკიდებულებას, მაშინ გამოსაინტერესო რაღაც ერთმანეთის მიმართ ვართ შეტრიალებული ჩვენი საუკეთესო მხარეებით. და შესაბამისად იმის შანსი, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ და ერთობლივად შემოქმედებითად რაღაცა საერთო შედეგს დავდებთ, სადაც ყველა იქნება კმაყოფილი, ხო, აი ამის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. მეორე სიტუაცია, როდესაც საკუთარ თავზე ქვეცნობიერად მაქვს დაბალი წარმოდგენა, შესაბამისად სხვებზე მაქვს ისე წარმოდგენა, რომ მოკლედ ესენი არიან ღმერთი, თავარანგელოზები და მე აი ეს, ხო და მე იქ სადღაც რაღაც პლინტუსებთან. ამ შემთხვევაში რა მოხდება? ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ სხვები არიან ჩემზე კარგები, ან მე ვარ სხვებზე ცუდი. და ესეთი აზროვნებით ყოველთვის დავთმობ საკუთარ ინტერესებს სხვის სასარგებლოდ. სხვისთვის ცხოვრობ, სხვისთვის ვაკეთებ, ბოდიში რომ ვარსებობ საერთოდ, აი აკეთებ და შენ ფიქრობ ისინი თვითონ მიხვდებიან, რომ აბა იქნებ შენთვისაც გააკეთო რაღაც. არა, აბსოლუტურად. დაიგრძეთ ეგ ამბავი, რომ შენი პროგრამაა ეს, რომ შენ ხარ პოზიციაში, სადაც შენი ინტერესები, თუნდაც შენი სიცოცხლე უნდა გაიწიროს რაღაცა მომენტში. მესამე ტიპი აზროვნების, ასე ვთქვათ, მესამე ცხოვრებისეული პოზიცია, ეს არის, როდესაც სხვა ადამიანები მიმაჩნია არამზადებად, მარტივად ვთქვათ, არაღირებულად, სამაგიეროდ მე ვარ ალექსანდრე მაკედონელი თეთრ კოსტუმში. აქ რა ხდება? აქ ხდება სხვისი ინტერესების პერმანენტული გაწირვა, არანაირი თანაგრძნობა, არანაირი სიყვარული. ქათამს თანაუგრძნობ ცეზარის სალათს რო ჭამთ, რა მგონია. აი დაახლოებით იგივე დამოკიდებულებაა სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, ეს პოზიციაც არ არის ეკოლოგიური. და მეოთხე პოზიცია, როდესაც არც მე ვარ, კაი ტიპი მარტივად რო ვთქვათ და ესენი გარშემო დადიან და ასვას დგებიან, არც ესენი უქნიათ მეც. ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს აბსოლუტური უაზრობის განცდაყოფიერების და ვერ ხდება, ძალით ცხოვრობს მარტივად რო ვთქვათ რა. ეს რო არ ვისაუბროთ დამატებით ფაქტორებზე, როგორც თქვით, სამყარო და ღმერთი. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენმა იღბლიანობა მიმატოს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ აი ამ ქვეცნობიერი წმენდაწარმოდგენების ერთი კვლევა, ხო არ გვაქვს ნეგატიური წმენდაწარმოდგენები აი ამ ფაქტორების მიმართ და შემდეგ ამათი ეკოლოგიზაცია. თუ გაქვთ ფულცელი და პასტა მოიმარჯვეთ, თუ არა და ჩანაწერს დავტოვებ ამ ეთერის და მე შეგიძლიათ ნახოთ. თუ ხართ იმ სიტუაციაში, სადაც შეგიძლიათ უსაფრთხოდ დახუჭოთ თვალე, მანქანისაჭესთან თუ ზიხართ, მოიზართ სამართლოდ. ან რაღაცა საპასუხისმგებლოდ თუ ხართ დაკავებული. წყალქვეშა ნავს მართავთ, მაგალითად არ მოხუჭოთ თვალე. ყველასთვის დანარჩენ შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ რაღაცა მოდუნდეთ თვალე დახუჭოთ, დახუჭეთ თვალი. და დააკვირდით ყველაზე ცუდი აზრი საკუთარი თავის შესახებ, თუ ტივტივდება გონებაში რამე. აი ჩემი საკუთარი ყველაზე ნეგატიური აზრი საკუთარი თავის შესახებ. თუ რამე ტივტივდება, ასე ვთქვათ, თავის ძებნი, ამოძრა როგორც ბასეინი და რეზინის ბურთი, ამ შემთხვევაში ჩაწერეთ. თუ არაფერი ტივტივდება, ძალით ნუ მოიგონეთ ძალიან, ესე იგი არ არის. ისევ დახუჭული თვალებით,
ყველაზე ნეგატიური აზრი თქვენ შესახებ, რაც გახსოვთ დედასგან. ყველაზე ნეგატიური აზრი საკუთარი თავის შესახებ, რომელიც გახსოვთ მამასგან. ყველაზე ნეგატიური აზრი საკუთარი თავის შესახებ, რომელიც გახსოვთ სკოლამდელი ასაკიდან. ყველაზე ნეგატიური აზრი საკუთარი თავის შესახებ, რაც გახსოვთ სკოლის ასაკიდან. თუ თავისი ტივტივდება და აფიქსირეთ, თუ არ ტივტივდება და კაია თუ არა. ყველაზე ნეგატიური აზრი საკუთარი თავის შესახებ, რომელიც გახსოვთ სკოლის მერე ასაკიდან, უკვე დიდობაში. ესენი ამოწერეთ და ახლა აიღეთ და ყოველ ამ ნეგატიურ აზრს საპირისპირო პოზიტიური მიუწერეთ გვერდზე. აი ამ ნეგატიური იდეის მაგივრად საკუთარი თავის შესახებ, ხო? რა პოზიტიური იდეა იქნებოდა სასარგებლო. მაგალითად, საზიზღარი, შესაძლებელი შესახვედრებელი შიშარა, მამაცი და შემდეგ. ჯერ მხოლოდ ვწერთ. რო დაასრულოთ შევ პლუსი დასვით კომენტარებში, რომ ვიცოდე რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ. ჩანაწერში რო ნახავთ, უბრალოდ აი აქ გააჩერეთ, დაასრულეთ. გააკეთეთ ეს ყველაფერი და მერე განაცდეთ. ერთი პლუსი გვაქვს, 11 გაზაფხულს არ აკეთებსო. ეს დავებოდოთ კიდევ იმას. მეორე პლუსის გვაქვს. მაგრამ მესამეს და გავდივართ. გადასარევი. ახლა თუ არანაირი ნეგატივი არ ამოგიტივდით, ძალიან კარგი. იმდენჯერ მაქვს სხვა ვარიაციებში სავალიში თქვენთვის დაძალებით განაკეთები, რომ წესით აღარ უნდა გქონდეთ უმეტესობა. მაგრამ ივლიანობის კონტექსტში პირველად ვაკეთებ. ახლა კიდევ ერთხელ დავუხუჭებ თვალი. აბა მიაქცევით ყველა ზოგადად ადამიანთა მოდგმაზე. თქვენ ოხერ მეზობელზე, აი ზოგადად ადამიანთა მოდგმაზე, ყველაზე ნეგატიური აზრი, რაც მოგდით თავში, ხო, რაც ტივტივდება გონებაში, აბა თვალი. ესეც დავაფიქსიროთ. ანუ ადამიანები არიან ყველაზე ნეგატიური აზრი ადამიანთა შესახებ, რომელიც გახსოვთ დედასგან. პაკუჭული თვალები თავისი თუ ტივტივდება, ეს იგი ბუდეა.
ამოწერეთ, თუ არ ტივტივდება, ესე იგი, ძალით კრეატიულები ნუ გახდები ამ სიტუაციაში, ნუ გამოიგონებ. ყველაზე ნეგატიური აზრი ადამიანების შესახებ, რომელიც გახსოვთ მამასგან. ყველაზე ნეგატიური აზრი ადამიანების შესახებ, რომელიც გახსოვთ სკოლამდელი ასაკიდან. ყველაზე ნეგატიური აზრი ადამიანების შესახებ, რაც გახსოვთ სკოლის ასაკიდან. და ყველაზე ნეგატიური აზრი ადამიანების შესახებ, ზოგადად, რომელიც გახსოვთ სკოლის შემდგომი ასაკიდან. დიდობაში. ახლა მოდი ამ ნეგატივებსაც პოზიტივები მივუწეროთ გვერდზე, ხო? ანუ ის თვისებები, რაც გსურთ, რომ ადამიანებმა გამოავლინონ თქვენს მიმართ, აი ამ ნეგატივების მაგივრად. აი ლანაბძოს უზრდებებიო და გეთახმებით ხანდახან. ბატონ მოგანამეტანი ადრე გააუქმეს. იუმორის ზნობა ვისაც არ აქვს დასვით პლუსი, რომ თქვენს ინტელექტუალურ თვითშეფასებას ასე ვთქვათ, არ დაემუქროს ჩემი ტირადები. ანუ ყველა ნეგატიური მახასიათებლის გასწრება წერეთ პოზიტიური მახასიათებლები. ხო და რო გააკეთებთ ამას, რომ მორჩებით, ასევე პლუსი დაწერეთ შეიძლება კომენტარებში. არასდროს ვიყავი დაჩაგრული, მაგრამ ბულინგი მიდიდდება რატომღაც. ნუ როდესაც ხედავ, რომ სხვას აბულინგებენ, ამაზე დისკომფორტი თუ არ გექმნება შინაგანზე, ფსიქიატრიულის პაციენტი, ფსიქოპათი ხარ დამთავრებული. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ფსიქიურად ჯანმრთელი ბრძანდებით. რაც გასახარებელი ამბავი ჩვენს არამარტივ დროს. ოკეი. 3 პლუსი გვაქვს და შეგვიძლია გავაგზავნოთ. მესამე ფაქტორი სამყარო, ხო? დახუჭეთ თვალით შეიძლება, აქაც. და მიაქცია ყურადღება, თუ ტივტივდება გონებაში ყველაზე ნეგატიური აზრი ზოგადად სამყაროს შესახებ. ყველაზე ნეგატიური აზრი სამყაროს შესახებ, რომელიც გახსოვთ დედასგან. ყველაზე ნეგატიური აზრი სამყაროს შესახებ, რომელიც გახსოვთ მამასგან.
ყველაზე ნეგატიური აზრი სამყაროს შესახებ, რომელიც გახსოვთ სკოლამდელი ასაკიდან, ღრმა ბავშვობი. ყველაზე ნეგატიური აზრი სამყაროს შესახებ, რომელიც გახსოვთ სკოლის ასაკიდან. ყველაზე ნეგატიური აზრი სამყაროს შესახებ, რომელიც გახსოვთ უკვე დიდობიდან, ასე ვთქვათ, სკოლის შემდეგ. და ეხლა აქაც ყველა ნეგატიური მახასიათებლის გასწვრივ დავწეროთ პოზიტიური მახასიათებელი, ხო? ბატონო, თუ გესმოდათ, რომ ეს ცხოვრება რთულია, ამ სამყაროში ეს ცხოვრება რთული კოსმოსში ხო არა, ხო? ეს ნეგატიური აზრი სამყაროს შესახებ, რომ სამყაროში ცხოვრება რთულია. აბა დავცვალოთ ესენის პოზიტიურებზე და როგორ შეიძლება თუ შეიძლება აქვე კომენტარებში პლუსი ჩაწერეთ. დავნაძოთ. ფული ხელის ჭუჭრიაო. ძალიან მინდა ვამოვითხარო პირდაპირ. ერთი პლუსი გვაქვს, მეორე პლუსიც გვაქვს. მესამე პლუსიც გვაქვს, ძალიან კაი. აბა გავაგზავნოთ დაგვრჩა რა იქ მამაზეცი. მე თქვენს გწამთ, აქცამთ თქვენი ამბავია მოკლედ. თვალი დახუჭეთ, აქაც. ყველაზე ნეგატიური აზრი ღმერთის შესახებ, რაც მოგდით გონებაში. თვითონ თუ ტივტივდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაიმედეთ არ როგორ შეიძლება თუ რაღაც ამოტივტივდა ამოწერეთ. ყველაზე ნეგატიური აზრი ღმერთის შესახებ, რომელიც გახსოვთ დედასგან. ყველაზე ნეგატიური აზრი ღმერთის შესახებ, რომელიც გახსოვთ მამასგან. ყველაზე ნეგატიური აზრი ღმერთის შესახებ, რომელიც გახსოვთ სკოლამდელი ასაკიდან. აი ახლა თუ გაგახსენდათ სხვების ნათქვამი რაღაცეები, ტვინში თუ მოვიდა ეს გახსენებები, ამოწერეთ იგი. მიუხედავად იმისა, რომ გონიათ, რომ ეს არის სხვისი აზრები, ეხლა თუ გაგახსენდათ, ესე იგი თქვენს თავში ბუდობს.
ყველაზე ნეგატიური აზრი ღმერთის შესახებ, რომელიც სკოლიდან გავს. კიდევ არ აქვს მნიშვნელობა ვისი აზრი. თუ გაგახსენდათ, ესე იგი თქვენი ნერვული სისტემის ნაწილია. ყველაზე ნეგატიური აზრი ღმერთის შესახებ, რომელიც გასულ უკვე სკოლის შემდგომი ასე. და ეხლა მოდი აქაც პოზიტიურებზე შევცვალოთ, ასე ვთქვათ, ყოველი ნეგატიური მახასიათებლის გასწვრივ, დავწეროთ პოზიტიური და რო დავასრულებთ, აქაც პლუსი დაწერეთ თუ შეიძლება კომენტარებში. იმიტომ რომ მე დავყავდებით მთელი ამ ნაგვისგან გათავისუფლებით. რო დაასრულებთ, პლუსი დაწერეთ, ხო? ერთი, ორი და პარემ მესამეც და გავდივართ. გადასარევი. ეხლა თუ გაქვს საშუალება თვალი დახუჭეთ, თუ არა და თუ ღიად არჩევა თვალები პრინციპში არც ეგ არის. რაღაცა პრობლემა. უბრალოდ დააკვირდით იმას, თუ როგორ სუნთქავთ ეხლა ამ მომენტში. როდესაც აკვირდებით იმას, თუ როგორ სუნთქავთ, გესმით ჩემი ხმა და აცნობიერებთ ჰაერის ტემპერატურას იმ ადგილას, სადაც ხართ, და აცნობიერებთ როგორ გიცემთ გული, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი სხეულის ზედა ნაწილი მთლიანად მოდუნდა. რეალურად მოდუნება არ არის საჭირო, უბრალოდ წარმოიდგინეთ ვითომ მოდუნდა. და როდესაც გესმით სიჩუმე პაუზებში, სიტყვებს შორის, ხო? როდესაც მე ვსაუბრობ, როდესაც აცნობიერებთ იმას, როგორ არის სივრცეში ნალაგებული თქვენი სხეული და როდესაც აცნობიერებთ საკუთარი ნერვების გემოს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი სხეულის ქვედა ნაწილიც მოდუნდა მთლიანად. და აქაც წარმოვიდგენთ, რომ სხეულის ქვედა ნაწილი მოდუნდა. ახლა კი მიაქციეთ ყურადღება, თუ სადმე დარჩა რაღაცა დაძაბულობის კერა, შეგიძლიათ ისიც მოადუნოთ. უბრალოდ წარმოიდგინოთ, თითქოს მოდუნდა. და ამ დროს თქვენი შინაგანი სიბრძნე ირჩევს ყველაზე ოპტიმალურ შინაგან მდგომარეობას იმისათვის, რომ გაგათავისუფლოთ ყველა იმ ნეგატიური ქვეცნობიერი აზრისგან, რაც ხელს უშლის თქვენს იღბლიანობას. და სანამ მიდის ეს გათავისუფლების პროცესი, ესე ვთქვათ, გენერალური შინაგანი დაალაგება, შეგიძლიათ დაიწყოთ გონების მოდუნება იმისთვის, რომ გონებაც გაათავისუფლოთ ყველანაირი ნეგატიური აზრისგან, რაც ხელს უშლის თქვენს იღბლიანობას. და ახლა დავითვლი უყურმა ციფრებს და ყოველი წარმოქმნილი ციფრი თქვენი გონება მოდუნდება ორჯერ უფრო ძლიერ. 100, 99, 98, 97, 96, 95, 94, 93, 92, 91 და ციფრები იწყებს ნელ-ნელა გაქრობას. რაღაცა მომენტში ციფრები გაქრა და თქვენმა შინაგანმა სიბრძნემ წაგიყვანათ იმ სასარგებლო შინაგან მდგომარეობაში, სადაც მარტივად თავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც აღარ არის თქვენთვის სასარგებლო და რაც არ გაძლევს საშუალებას, რომ თქვენი იღბლიანობის რესურსით ისარგებლოთ
მთელი სისავსით ამ ცხოვრებაში. და ახლა თქვენი შინაგანი სიბრძნე, თქვენი ქვეცნობიერი ახორციელებს ყველა აუცილებელ შინაგან ცვლილებას, განახლებას, გადაწყობას იმისათვის, რომ მოახდინოს თქვენ საზრუნებაში ქვეცნობიერ დონეზე ისეთი ცვლილებები, რაც გაზრდის თქვენს იღბლიანობას ყველაზე ჰარმონიული, ეკოლოგიური გზებით. და სანამ მიმდინარეობს ეს პროცესი, მოგიყვებით ერთი ისტორია ეს ადამიანზე, რომელიც გზაზე მოდიოდა და ხელში მოქონდა უზარმაზარი ლოდი. ადამიანს თავზე ედო დამპალი გოგრა, ზურგზე ჰქონდა ჩამოკიდებული დიდი ტომარი და ფეხებზე ჰქონდა გამოგმული რაღაც სიმძიმეები. ხო და რაღაცა მომენტში მას დაეწია მხედარი, ხო და ამას რო შეხედა, კითხა. ბაცემულა ეს დიდი ლოდი რომ მოგაქ ხელში, რამე ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს, და უცებ ამ კაცს გაახსენდა, რომ ეს ლოდი საერთოდ, ასე ვთქვათ, მადლოცან ერფასი არ აქვს, უბრალოდ იმდახანს მოათრევს, რომ დაავიწყდა, რომ მოათრევს. აიღო და მოისროლა მოკლედ ეს ლოდი და მომენტალურად იგრძნო მეტი სიმსუბუქე. შემდეგ მას კიდე ერთი მხედარი დაეწია და კითხა, ეს დამპალი გოგრა რო კადებს თავს, ციფერო ყოფილიყო ნორმალური ვარგისი, კიდე გავიგებდი, მაგრამ სუნი მაინც არ გასუხებსო და უცებ ამას გაახსენდა, რომ გააცნობიერა გონება გაუნათდა, რომ ასე გოგრა ადებს თურმე თავზე. მოკლედ ეს გოგრაც მოიშორა და კიდე უფრო დიდი სიმსუბუქე იგრძნო და უცებ გააცნობიერა, რომ ხრებზე აწვება რაღაცა თვირთი, რომ მოიხსნა მოკლედ ეს ტომარა გახსნა და მოაჩინა, რომ ტომარაში არის უამრავი რაღაცა ნაგავი, რომელსაც ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს მოისროლა. შემდეგ დაიხედა ფეხებზე და ნახა, რომ თოკით აქვს რაღაცა სიმძიმეები გამოგმული. ეს სიმძიმეებიც მოიხსნა. ხო და განაგრძო გზაზე სიარული და ყოველი ნაბიჯით გრძნობდა, როგორ ივსებოდა სილაღით, თავდაჯერებულობით და გრძნობდა, რომ წინ მიიწევს უფრო სწრაფად და მიხვდა, რომ პირდაპირ ამ მომენტიდან მის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. და თქვენი შინაგანი სიბრძნე ამ ისტორიიდან აკეთებს ყველა აუცილებელ დასკვნას იმისათვის, რომ გადათავისუფლოთ ნეგატიური აზროვნებისგან, მოახდინოს თქვენი აზროვნების ცვლილება ქვეცნობიერ დონეზე ისეთნაირად, რომ თქვენმა იღბლიანობამ მნიშვნელოვანად იმატოს თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო და ჰარმონიული გზებით. და ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენს წინ ხედავთ საკუთარი თავის უფრო იღბლიან ვერსიას. დააგვირთ, როგორ სახს გაუმეტყველება აქვს, როგორ დგას, როგორ მოძრაობს, როგორ ჟღერს მისი ხმა და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ შეაბიჯეთ მასში, პირდაპირ შეხვდით ახალი დასაცმელებით, მოირგეთ ზედ საკუთარი თავის უფრო იღბლიანი ვერსია. ახლა წარმოიდგინეთ თქვენს წინ თქვენი თავის კიდევ უფრო იღბლიანი ვერსია. ახაც დააგვირდით მის სახეს გაუმეტყველებას, როგორი სახე აქვს, როგორ მოძრაობს, როგორ ჟღერს მისი ხმა და ახაც შეაბიჯეთ შიგნით, ასე ვთქვათ, მოირგეთ ზედ, იგრძენით შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ახასიათებს მომატებულ იღბლიანობას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგას კიდევ უფრო იღბლიანი ვერსია თქვენივე თავის. ახაც დააგვირდით, როგორ გამოიყურება, როგორი სახე აქვს, როგორ მოძრაობს, როგორ ჟღერს მისი ხმა და ახაც შეაბიჯეთ შიგნით, ასე ვთქვათ, მოირგეთ ზედ თავის ეს ვერსია და ახაც ცოტა დაფიქრდით, წარმოსახეთ ის პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მოყვება იღბლიანობის ზრდას და მატებას. იმიტომ რომ დღეს რამე როდესაც გეძინებათ, თქვენი ქვეცნობიერი, თქვენი შინაგანი სიბრძნე განახორციელებს ყველა აუცილებელ ცვლილებას იმისათვის, რომ შეცვალოს თქვენი აზროვნება ისეთნაირად, რომ გახდეთ უფრო იღბლიანი, შედეგიანი, ეფექტური, წარმატებული და ბედნიერი.
და ახლა ნელა-ნელა თქვენთვის კომფორტულ ტემში, კომფორტული გზებით შეგიძლიათ დაასრულოთ ეს სავარჯიშო და როდესაც იქნებით ამისათვის მზად, გაახილოთ თვალე და მომწეროთ და მითხრათ აბა როგორ. ანუ კარგად ხარ. გადასარევი, შვენიერი. ულაშა. ახლა თუ დაგესიზმრათ რაღაც საინტერესო სიზმრები, იცოდეთ რომ მე გახლავთ. შეიძლება ინფორმატიული სიზმრები დაგესიზმროთ, შეიძლება რაღაცა ნაგავი ამოტივებდეს და იცოდეთ რომ ეს თქვენი ქვეცნობიერი უბრალოდ ალაგებს, ასე ვთქვათ, თქვენს ფსიქიკას. შეიძლება საინტერესო რაღაცები დაგესიზმროთ, რაღაცებს გაცნობიერებების ამბავი, შეიძლება არაფერი დაგესიზმროთ, არ დაგამახსოვრდეთ, რაც დაგესიზმროთ, ესეც აბსოლუტურად ნორმალურია. აი ესეთი ამბები. Так, ამ ტექნიკის გამყენებას სხვა ამოცანებს გადასაჭერებლად შეიძლება გააჩნია ამოცანას. Так, რატომ მეძინება სულ, როცა მსგავს ვარშავს ვაკეთებ ვითიშები, მაგრამ კარგად. ეკატერინა, ჩემს გამო ვითიშები. თქვენ აფშოში ახლა ყველაფერი ნორმალურად, ყველაფერი კარგად არის. ანუ თქვენს ქვეცნობიერს მიყავხართ ისეთ მდგომარეობაში, ჯონჯოლებში გაძინებთ. რომ თქვენმა ცნობიერმა აზროვნებამ ვერ შეუშალოს ხელი ამ პოზიტიურ ტრანსფორმაციებს. ეგ არის და ეგ. ოკეი, გვაქვს კიდევ დაახლოებით 10 წუთი, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მომწერეთ და ივლიანობასთან დაკავშირებით ან კიდევ რამე. და ვისაუბროთ. რამდენიმე ფერის სამყაროში ვიყავ, მუქილურჯიდან ყვითლამდე, გადასარევი. შემოქმედებითობამ გამოიღვიძა. ხო, პირადი კონსულტაციები ვისაც გსურდათ, პირადში უნდა მომწეროთ ამის თაობაზე. ყველა პროგრამა, რაც არის აქტუალური, ფსიქოლოგიური განვითარების ერთწლიანი კურსი იქნება, თუ კოუჩინგის სასერტიფიკაციო კურსი იქნება, თუ კიდევ სხვა, ყველაფერი devs page-ზე შეგიძლიათ დასკროლოთ, ნახოთ. იმას წონისკლების ვიდეოებს რო გაცდებით, ცოტა ქვემოთ, აი იქ იქნება ყველაფერი. ლიოტოს მოიგებთ თუ არა? არ ლიოტოს არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებას მოიგებთ. სპორტლოტო. თუ ეს ზავი სპორტლოტოს მოიგებთ. Так, რაც უკავშირდება ხანდახან ივლიანობის დააკარგვა, ანუ ეგეც ენერგიის რაოდენობას უკავშირდება. ივლიანობის დააკარგვა უკავშირდება იმას, რომ ქვეცნობიერ დონეზე, ან საკუთარ თავზე, ან ადამიანებზე, ზოგადად ადამიანებზე, ან სამყაროზე, ან ვთქვათ, ღმერთზე გაგიჩნდა რაღაცა ნეგატიური აზრი, რამაც ვიბრაციები დააგდო. ფინანსურ მარათონზე ორი სიტყვით ფინანსურ მარათონმა ჩაიარა ეგერ გაზაფხულზე. შეიძლება ჩანაწერში არის რაღაც ანონსი და იმას ნახულობ. ძველია მოკლედ. შემდეგ იქნება გაზაფხული. მარათონები იქნება მოკლედ ზამთარი გაზაფხული, დიდი სასერტიფიკაციო საერთაშორისო პროგრამები იქნება
შემოდგომაში, საფულში, რავი, ამის ვიზავთ ხოლმე. ცხოვრება სხვა რეალობაში რომ გაყენებს, გავიწყდება საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები. კი ბატონო, ამას ქვია პრობლემური ტრანსი. როდესაც ისე გეცვლება აღქმა, რომ აღარ გახსოვს, ასე ვთქვათ, საკუთარი პოზიტიური მხარეები და გამოცდილება. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი რამე ფიზიკური აქტივობა 1-20 წუთი, და ისეთი დამხანცველი არ უბრალოდ ფიზიკური აქტივობა, რომ სხეულიდან გამვდევნოთ ეს ემოციები დროებით მაინც და ხელოვნურად დაიწყეთ პოზიტიური მომენტების გახსენება თქვენ ცხოვრებაში. ერთი რაკაც 5-10 წუთის განმავლობაში. და წარმოსახვაში გამართულად ხედავ ჩემ თავს, მაგრამ ხშირად რეალობაში გამბედაობა არ არის. და ეს სავარჯიშო აკეთეთ ერთი თვე და ნახავთ, რომ გამბედაობაც მოვა. იღბალი გაქვს ან არა მისი შეძენა ნაკლებად მჯერა. რავი, როგორ გიხარ, 25 წელი ამას ვაკეთებ და იღბალი ჩემი ქმნია და ნიჭიერებაც ადამიანებში. მას იზლავი მაქვს მოგებული. თვითონ თქვა რომ კოლეგა რომ ადამიანს პოტენციალი თუ არ აქვს, რა უნდა განავითარო და შევქმნი პოტენციალს, რომ ვერაო და მაზიანი მეტია მოუ. თქვენ რასაც გიზიარებ, წინაშე არ მაწაკითხული. 25 წელი ოფიციალური პრაქტიკა მაქვს, 30. აი ყველაფერი რამაც იმუშავა ბევრჯერ სხვა ადამიანებს და სხვა სიტუაციებში, აი ამას გაძლევთ თორე ხა. ექსპერიმენტული რაღაცეებისთვის ჩემი თავი მყავს აიღო. და ვიბრაციების დავარდნისას ამ საუბრის გაკეთება კარგი იქნება იღბლიანობის დასაბრუნებლად. კი ბატონო. ტვინის ფიქრები როგორ მოვიშოროთ, ღმერთმა დაგიფაროთ, ირმა. ფიქრები რო გაქვთ ტვინში, გასახარებელი ამბავია. აქ ადამიანების 80%-ს ფიქრი არ ებადება თავის კალაში თორე. ფიქრები რო გაქვთ, კარგია, უბრალოდ საჭიროა მათი მართვა. სავარაუდოდ ეს ფიქრები მოვიდით ან სურათების ფორმით, ან შინაგანი საუბრების ფორმით, ხო? შესაბამისად, აი ამ სურათების და შინაგანი საუბრების მართვას თუ ისწავლით, კარგი იქნება. მარტივად რო ვთქვათ, აი მაგალითად, მოდის რაღაცა სურათი, ხო, ნეგატიური აზრით. ეს სურათი გააშავთ ეთრეთ და აპატარავეთ და გაწიეთ იმდენად შორს, რომ თქვენზე ფიზიკურად დაკარგოს ზემოქმედების უნარი, დიდი დისტანციაზე და შემდეგ ამის მაგივრად შექმნით რაღაცა დიდი ფერადი სურათი. პოზიტიური აზრის. თუ არ გამოგივათ, მოგზავნით პირად კონსულტაციაზე და 1 საათში გავარემონტებთ მაგ ამბავს. საერთოდ ადამიანებს რო უნები, რომ პრობლემის მოგვარებას ძალიან ცოტა რაოდენობის შეხვედრები ჭირდება, არჯერად ხოლმე. რამდენი დამჭირდება, რომ უნები 1 საათში. არა შანსი არ არის. კაი, წადი და იარო 5 წელი. დღეს იყო კალბატონი მოსული 40 წელი აწუხებდა პრობლემები 15 წუთში მოვაგვარეთ. თუ სწორად აკეთებთ, ხალხო, გინდა თერაპიაში და გინდა კოუჩინგში, ცვლილებები უნდა ხდებოდეს სწრაფად. ან სწრაფად, ან ძალიან სწრაფად. ტვინს არ აქვს ნელი ცვლილებების მექანიზმები, ანატომიურად არ გააჩნია ეს მექანიზმები. ეს ნელ-ნელა რომ მიდის და ტაატი და თვეები და წლობით, ესე იგი აბსოლუტურად არაბუნებრივ რაღაცეებს აკეთებ შენი ტვინისთვის. აუპატიურებ საკუთარ თავს მენტალურად მარტივად რო. ამ ვიღაცას აუპატიურებინე. Так. კეთილი. პრინციპში დღეს მე მგონი კარგად ვისაუბრეთ, ვერ სასარგებლო რამე გავაკეთეთ. და მოდი აქ ერთი უმძიმე დავსვათ. და მოკლედ მოვალ შეხვედრამდე. ვეცდები შემდეგ ვირასაც გავაკეთოთ რაღაც ესეთი. ხუჩა და პარასკევს.
აბა გაუფრთხილდით თავს და შეხვედრამდე.